ქრისტიანული ღვთისმეტყველებით, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით ადამიანი ხორცი და სული კი არ არის. ადამიანი არის ხორცი, სული და ღმერთი ერთად. როცა შენ საღვთო მადლი განგეშორება და მარტო ხორცი და სული რჩები, ეს არის პირუტყვისა და დემონის ნაზავი. ესე ამბობენ წმინდა მამები. გესმით რა შეასახა. და ეს განაჩენი გამოაქვს იუდა მოციქულს, რომ ასეთი ადამიანები ხორცი და სული რჩება და მადლი აღარ არის მათში, სულის არ მქონენი არიან, ანუ სული წმინდა ღმერთის მადლის მიერ არ მქონენი არიან. კატასტროფაა, რა თქმა უნდა. ხოლო თქვენ საყვარელნო რეკომენდაცია ეს. ხოლო თქვენ საყვარელნო უწმინდესი რწმენით, ხო შეიძლება ეთქვა თქვენ რწმენით? არა, უწმინდესი რწმენით. რა არის უწმინდესი რწმენა? რითი განსხვავდება რწმენისაგან? რწმენა შეიძლება ვუწოდოთ, როცა ადამიანს ჯერა ღმერთის არსებობა. ქრისტე რო ღმერთია, ესე ჯერა და ძალიან მაგარია. კიდევ უფრო მეტი ჯერა მართლმადიდებელი ეკლესია რომ არის ის, სადაც ქრისტეს იპოვი. ესეც რო ჯერა, ესეც კიდე მაგარია. ანუ სერიოზული რწმენა აქვს ადამიანს, თეოლოგიურად განათლებულია და ზნეობრივია. მაგრამ ეს არ არის უწმინდესი რწმენა. აბა რა არის უწმინდესი რწმენა? როცა ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე, დაემატება. ეს ყველაფერი ხო იცი, ხო აქახარ და მთელი შენი არსება მობილიზებულია იმით, რომ ღვთისნებით იცხოვრო, გამოიძიო ღვთისნება და იცხოვრო, მაშინ ხდება შენი რწმენა წმინდა. სხვანაირად არ ხდება წმინდა. გესმით? მე ადრეს გითხარით, რომ ადამიანმა, რომელმაც ეს ყველაფერი იცის, რწმენა რო აქვს და ქრისტეს ღმერთობაც რო იცის და თავისი ნებით ცხოვრობს, გავს ეშმაკს, იმიტომ რომ ეშმაკია ასეთი ზუსტად. ეშმაკმა ყველაფერი ღმერთი რო არის, რომ იესო ქრისტე რო ადამიანად მოსული ღმერთია, რომ ეკლესია რომ მისტიკური სხეულია და ეს ყველაფერი იცის ეშმაკმა და მაინც საკუთარი ნებით ცხოვრობს. ამიტომ არის ეს ეშმაკი. ესეთი ადამიანი გარკვეულწილად ურწმუნოზე უარესია. გესმით რა შეასახა? იმიტომ ეშმაკს მხოლოდ ის გავს, რომელმაც იცის რომ ღმერთი არის და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. რეკომენდაცია რა არის? გვეუბნება რომ საყვარელო უწმინდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სული წმინდით. ხო შეიძლება ეთქვა ილოცეთ? არა, ილოცეთ სული წმინდით. იმიტომ რომ თუ ლოცვა არ არის ღმერთთან ერთად, ის ლოცვა არ არის ლოცვა. სიტყვებს ისვრი უბრალოდ თვითკმაყოფილება, რელიგიურ თვითკმაყოფილებაში ხარ. ტრანსში შეიძლება შეხვიდე, ტრანსში, მედიტაცია შეიძლება დაგემართოს, რაღაც ესეთ. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან ერთად როცა ლოცულობ, ფსალმური სიტყვები ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. თუ ჩვენში საღვთო ნათელი არ არის, შეუძლებელია ჩვენი კავშირი ღმერთთან. თუ სინათლე არ არის, შეუძლებელია რომ ჩემმა თვალმა დაინახოს კედლიდან არეკლილი სინათლე და კედელი დავინახო. მე კედელს კი არ ვხედავ, კედლიდან არეკლილ სინათლეს ვხედავ. ანუ თუ სინათლე არ არის, მე არა მაქვს უნარი კედლის დანახვის. თუ არ არის საღვთო მადლი ჩემში, მე არა მაქვს უნარი ღმერთის დანახვის. ამიტომ წერია ილოცეთ სული წმინდით, ამას ჭირდება სწავლა. ადამიანმა უნდა ისწავლოს ლოცვა როგორ არის, რომ ღმერთთან ერთად იყოს ლოცვის დროს და არა უბრალოდ სიტყვები ისროლოს. ამას ჭირდება სწავლა, რომლის სკოლა, რა თქმა უნდა, არის მართლმადიდებელი ეკლესია.